პროექტ წარმატებული ემიგრანტი ქალების იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა ინა ასანიძემ ამერიკელი ემიგრანტი ქალების სახელით ყველა ქალი ლამაზია საქველმოქმედო აქცია მოაწყო. მან სუსტი სქესის ძლიერ წარმომადგენლებს ერთი დღე გაულამაზა და საშუალება მისცა ყოველდღიური საზრუნავი ცოტა ხნით დაევიწყებინათ და საკუთარ გარეგნობაზე ეზრუნათ. ინა ასანიძემ მათ სოფელ მერევში საკუთარ სახლში უმასპინძლა. ჩატარდა მორიგი აქცია სოფელ მერევში. ამ აქციის პატრონაჟი და ძირითადი ფუძემდებელი გახლავს ინა ასანიძე. წუხანდელი ღამიდან ვემზადებით ამ ლამაზი დღისათვის. 30-მდე ქალბატონი მობრძანდა დღეს და ძალიან გალამაზებულები დაუბრუნდებიან ალბათ თავიანთ ოჯახს. ესეთი ლამაზი, მხიარული, ბედნიერი ხალხი მე დიდი ხანია არ მინახავს. მადლობა ამისათვის ამ აქციის ორგანიზატორებს. პირადად ქალბატონ ირინას, რომელიც ყოველწლიურად ეს არის წარმატებული ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ძალიან ხშირად ანებივრებს ჭიათურლებს. და ბაიასათვის კიდევ ეს უცხოარ არის ეს ქველმოქმედება და დიდი მადლობა ამისათვის. დღეს იყო ძალიან ბედნიერი და ლაღი იყო მართლა ყველა ქალბატონი სოფელ მერევში. აქციაში ნიგოზეთის თემში შემავალ სოფლებში მაცხოვრებელი 30-მდე ქალი ჩაერთო. სილამაზის სალონის, ლედის პროფესიონალი სტილისტები და კოსმეტოლოგები მსურველებს სასიამოვნო გარემოში თავაზიანად ემსახურებოდნენ. მათ თმის სახისა და ფრჩხილების მოვლის სხვადასხვა პროცედურა ყველა სანიტარული სტანდარტების დაცვით ჩაუტარდათ. მე პირადად ძალიან მომეწონა, ჩავიტარე რამოდენიმე პროცედურა სახეზე, კოსმეტოლოგიური, ასევე პედიკური, მანიკური და ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სანახალებისათვის ასეთი ყურადღება და ნამდვილად დასაფასებელია ეს აქცია, იმიტომ რომ მართლაც თუ ვინმე სოფელში მაცხოვრებელ ქალბატონებს მიაქცევს ყურადღებას და მოგვაქცევენ და აი ესეთ რა დღეებს გაგვილამაზებენ, რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო და სასარგებლოც არის თვითონ ჩვენთაგანისათვის და დიდი მადლობა თუ ასეთი აქციები კიდევ და კიდევ ჩატარდება, რა თქმა უნდა მოხარულები ვიქნებით ამისთვის. სოფლის ქალბატონები იშვიათად ახერხებენ თავის მიხედვას, იმიტომ რომ სოფელში არის ძალიან ბევრი პრობლემები, ძალიან დიდი შრომა, მაგრამ მე ხანდახან ვახერხებ მაინც ამას, თვეში ერთხელ მივდივარ სალონში, ვიღებავ თმებს და ასე თუ ისე ვხედავ ჩემ თავს. მაგრამ დღევანდელი აქცია, რაც ინა ასანიძე მოაწყო ჩვენი სოფლის ქალბატონებისთვის, არის უნიკალური. ეს პირველი არ არის. ბაია მრავალ სიურპრიზებს გვიწყობს, იგივე ინა მოყავს ექიმები, ქალბატონებს კონტროლს უკეთებენ, აკეთებს სხვადასხვა სიურპრიზებს, საჩუქრებს, აქციებს, რისთვისაც ჩვენი სოფელი უღრმესი მადლია, არა მარტო ჩვენი სოფელი. არის აქ სოფელი უსახელო ბერეთისა, აქაც ხშირად აკეთებს ჩვენი ინა ძალიან ბევრ სიურპრიზებს, ამიტომ ქალბატონები ძალიან კმაყოფილები არიან. დიდი მადლობელი ვარ ამერიკაში ემიგრანტი ქალბატონი ირინასი, რომლის დამსახურებაც არის ინასთან ერთად ეს ჩვენი დღევანდელი აქცია. უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის. პროფესიონალი სტილისტების მომსახურებით კმაყოფილი ქალები ემოციებს და შთაბეჭდილებებს ერთმანეთს სიხარულით უზიარებდნენ. ერთად შეკრებილი ქალები თავიანთ რიგს და სტილისტების მარჯვე ხელების მომსახურებას მოუთმენლად ელოდნენ. სალონ ლედიში მობრძანდა ქალბატონი ინა და წამოგვიყვანა თავის სოფელში მერევში ქალბატონების გასალამაზებლად. დავთანხმდით რა თქმა უნდა, აქ უამრავი ლამაზი ქალბატონი დაგვხვდა მერევში, ძალიან ლამაზად გავალამაზეთ, ზოგს მელირება, ზოგი შევღებეთ, ზოგს ბუნებრივი ვარცხნილობა გაუკეთეთ. თანდათან ემატებოდა 30-მა ქალბატონმა მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა. ინა ასანიძემ პროცედურების ჩატარების შემდეგ ქალებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა, რომელშიც ამერიკული წარმოების მაღალი ხარისხის თავის მოვლის მრავალფეროვანი ნაწარმი შედიოდა. სასაჩუქრე პაკეტი მან ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ემიგრანტ ქალბატონთან ირინა მიქაბერიძესთან და ემიგრანტ მეგობრებთან ერთად სპეციალურად ქალებისთვის შეიძინა. აქციის გამართვაში ჭიათურის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს მეგობრები და ოჯახის წევრები დაეხმარნენ. და მინა ასანიძე მითხრა ამ პროექტის შესახებ და მაშინ მივხვდი რომ ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ლამაზი, იმიტომ რომ ყველა ქალს აბსოლუტურად სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ის იქნება სამეურნეო საქმიანობაში ჩართული, ბიზნესში თუ პოლიტიკაში, ჭირდება თავის მოვლისთვის სხვადასხვა საშუალებები, რომ მე ყველაფერს რასაც აკეთებს, უფრო ლამაზად შეხედოს. გარდა იმისა, რომ დეიდა იყო ამ პროექტის ხელმძღვანელი, როგორც ვიცი, მისი მეგობარი ამერიკაში, ირინა მიქაბერიძე და სხვა ემიგრანტი წარმატებული ქალები უდიდეს როლს თამაშობდნენ და ფაქტობრივად გადამწყვეტ
როლს ამ პროექტის განხორციელებაში და მე ვფიქრობ, რომ ესეთი რაღაცები ძალიან ხშირად უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ მარტო იმ ადამიანებს არ ალამაზებს ეს ვიზაც უშუალოდ ხორციელდება, არამედ გარემოს აბსოლუტურად ყველა წევრს, იმიტომ რომ მივხვდეთ, რომ მე უშუალოდ არ მომიღია მონაწილეობა, ჩემთვისაც რაღაცა ძალიან პოზიტიური დღე იყო, იმიტომ რომ ხედავ რამდენი ადამიანი გრძნობს ლამაზად და სასიამოვნოს თავს. და მე პირადად მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ვისი იდეაც იყო ეს და ვინც მონაწილეობა მიიღო. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Salon Ladies, რომელიც ზრუნავს ქალბატონების გალამაზებას. აქციამ საშუალება მისცა კიდევ მეტად გალამაზებულ ქალებს თავი ერთი დღით გამორჩეულად, კომფორტულად და მიმზიდველად ერცნოთ. ინა ასანიძე წარმატებულ ემიგრანტ ქალბატონებთან ერთად სხვადასხვა ხასიათის საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გეგმავს.